მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არჩევნები გაუყალბეს, მერე ქუჩაში ცემეს, მერე ქიმიური ნივთიერებებით მოწამლეს და ზოგი მათგანი დაიჭერეს. ასევე მინდა მივესალმო ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომელსაც შეებირდე ნაცების განსამართლებას და ღარიბაშვილი დაიჭერეს. და ამ ადამიანმა ნაცებით გააუსო პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მაყურებელს, რომელიც ამ არხიდან ძირითადად პროპაგანდას ისმენს, უთხრა რატომ არიან ეს ადამიანები ღარიბები. თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ხელისუფლება გძარცვავთ. თქვენ გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, თქვენ გძარცვავენ ჩინოვნიკები და თქვენ გძარცვავენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, თქვენ გძარცვავენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ესენი ადამიანები იმიტომ არიან მილიონერები ზუსტად რომ თქვენ გძარცვავენ. ღიმილის მომგვრელი ცით რა არის? მინისტრებს, რომლებსაც აქვს 13,000 ლარი ხელფასი. ქართულ ოცნებას ყავს 30 მილიონერი დეპუტატი. ხალბატონი მინისტრი, რომელიც მინისტრობის პერიოდში და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა მილიონერი. ბატონი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. ოცნების ჩინოვნიკები, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ტოტალური კორუფციის მთელი სქემა, ამიტომ ხარ თქვენ ღარიბები. ცინიკური არის ის, რომ პარლამენტში შეიქმნა კომისია, სადაც 7 წევრისგან 6 არის მილიონერი. კომისიის თავმჯდომარედ არის არჩეული ადამიანი, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მილიონ ლარამდე დახარჯა საყიდლებში. ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის და ხელფასების გასაზრდელი ფული სულ არის ჩინოვნიკების, მაგრამ პენსიების გასაზრდელი ფული არასდროს არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერაფერს ვერ გააკეთებენ მხოლოდ იმის გამო, პრემიერ-მინისტრი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის არის დანიშნული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ის არის შემსრულებელი. ამ ქვეყანაში, სადაც 180,000 ადამიანს აქვს 600 ლარზე ნაკლები ხელფასი. და რაც შეეხება მანქანას, რომელზეც იყო საუბარი, შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე ადრე ვიდრე მე დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაში. საოცარია, რომ ესეც ღარიბაშვილს დააბრალა მილიონიანი მანქანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩინოვნიკებს, რომლებსაც აქვს 12,000 ლარზე მეტი ხელფასი, მათი სახელფასო ფონდი არის თლიანი სახელფასო ფონდის 25%. 3 თვის შემდეგ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ გაზრდილ ფასზე 5% დააყრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეძახით ფარს და იმიტომ მონაწილეობთ ამ კომისიაში, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ საზოგადოებას, რომ ეს არის ფარსი და არაფრის გამკეთებელი ეს ხელისუფლება არ იქნება. შემოვალთ ინიციატივით პარლამენტის ხელფასის წევრის შემცირებასთან დაკავშირებით. და შევხედავთ თქვენ ადამიანი, რომელსაც ბოლო მოწვევის განმავლობაში, აი მწვანე ღილაკზე მიჭერის მეტი არაფერი არ გაგიკეთიათ, რამდენად დაუჭერთ თქვენი ხელფასის შემცირებას, ასევე დავაინიცირეთ კანონი მინიმალურ ხელფასზე, რამდენად დაუჭერთ მინიმალურ ხელფასზე 1000 ლარის განსაზღვრას და ასევე იბრძოლებთ იმისთვის თუ არა, რომ 30-ჯერ მეტი ხელფასი გაქვს პენსიონერზე 200 ლარით მომატებას პენსიას დაუჭერთ თუ არა მხარს 1,200,000 ადამიანს. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ 880,000 პენსიონერს და 300,000 ადამიანს, რომელსაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი. მე ამ ადამიანებში გულისხმობ 21,000 ექთანს, რომელთა უმრავლესობას 90%-ს აქვს 800 ლარზე ნაკლები ხელფასი. მე ამაში გულისხმობ ბაღის თანამშრომლებს, საბავშვო ბაღების თანამშრომლებს 21,000-მდე არის ეს ადამიანი. ეს ციფრებია, რაც საჯაროდ ოფიციალურად იძებნება საჯარო სივრცეში, რომელსაც ნაკლები აქვს 800 ლარზე. ამ ადამიანებს რომ გაეზარდოთ 30-დან 40%-მდე 40%-მდე ყიდველუნარიანობა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამისთვის საჭიროა, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარი განისაზღვროს 1000 ლარით და პენსია მოემატოს 200 ლარით. ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის. ჩინოვნიკების ხელფასების გასაზრდელი ფული სულ არის, მაგრამ პენსიონერების გასაზრდელი ფული ამ ქვეყანაში ყისიერად და სერიოზულად რო დაეწყოს, არასდროს არ გამოიძებნა. ძალიან უხერხული არის, როდესაც ქვეყანაში 190,000-მდე მოზარდი 18 წლამდე მათი ოჯახები არის სიღარიბის მიღმა, კიდევ ერთხელ გამომეორდები. მილიონ ლარიანი მანქანით სიარული, ეს არის მინიმუმ არაეთიკური და არის ძალიან თავხედური აქტი, როდესაც აი ამ ქვეყანაში, აი ამ ფონზე, სადაც 1,300,000 ადამიანს შეტანილია სოციალური დახმარების მოთხოვნაზე განცხადება, რომ ამ ქვეყნის დე ფაქტო თვითაღიარებული, რა ვიცი, დანიშნული, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში de facto პირველი პირი დადიოდეს 1.5 მილიონი მანქანით, ეს არის უხერხული. ეხლა რაც შეეხება კითხვას. ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში შეიქმნა ძალიან მძიმე მოცემულობა, განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. მე ვფიქრობ და ჩვენ ვფიქრობ და ჩემი პირადი პოზიციაა, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები გააყალბა, ხელისუფლებამ მიიტაცა. შემდგომ ამ ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში. ამ ქვეყნის მისწრაფებას, ევროინტეგრაციის მისწრაფებას ფაქტობრივად სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამ ადამიანებმა პარლამენტში ალბათ გახარდებოდა აქ ამ ადამიანს მოხევი რომ ვის ფუნქცია შეაშაბა ვის შენ რა გაწუხებ შენი დრო რო გექნება და შენ იმაში ილაპარაკე შენ დრო რო გექნება შენ დროში ილაპარაკე რა კიდე თქმა უნდა გელაპარაკები რა თქმა უნდა გელაპარაკები მთელი დღეა ეჩრები და ამ ადამიანს მოყევი რისთვის მოყევი ამ ადამიანს რომ დაიცავს რომელიც გაქცეულია ბატონ გურამ მოგიყვები თქვენ გინდა მოგიყვე გაქცევა გინდა მოგიყვე გაქცევა გინდა მოგიყვე შენ როგორ იქცეოდი გინდა გაგახსენო 20 ივნისში მე იძულებული ვარ რომ მიკროფონები გაგითიშოთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ თქვენ არ გვაქვს დებატების წესებს ბატონო გურამ ბატონო ლევან ადამიანი გაიქცა სტელობა იყო და ისეთი ბატონო გურამ ბატონო ლევან მე გახარია სად იყო მაშინ გახარია გაგიცვა ბატონო გურამ ბატონო ლევან შეუძლებელი იქნება ესე ბოლო პერიოდში შექმნიდან გამომდინარე მას შემდეგ რაც ქვეყანა არის იზოლაციაში ხელისუფლებას აქვს მოღალატეობრივი მდგომარეობა პოზიცია ჩვენს იზოლაციასთან ევროინტეგრაციის ჩაგდებასთან დაკავშირებით კონფლიქტის შესრულასთან ძირითად ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის დაკავებას საგარეო პოლიტიკას მიმოიხილავთ და ჩვენ ფასებზე ვსაუბრობთ ჩვენ ჩვენ თავაზობთ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში დამშვიდდეს სიტუაცია იმისთვის რომ ამ ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზება იმისთვის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ მდგომარეობაში ნორმალურ პოლიტიკურ დინამიკაში და ჭრილში და ფასებმა ხართ თუ არა მზად იმისთვის რა თქმა უნდა ხართ თუ არა იმისთვის კითხვა პირველი გაუზარდოთ ამ ქვეყანაში 200 ლარი რადგან ხართ თუ არა მზად 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასით და ამ ინიციატივას დაუჭიროთ მხარი ხართ თუ არა მზად ჩვენ შემოტანილ ამნისტიის პროექტს, რომელიც ეხება როგორც დეკემბრის მოვლენებში დაკავებულ ახალგაზრდების გამოშვებას, ასევე თქვენს მიერ შემოტანილ დრაკონულ კანონებს, ფასებზე საუბრობთ და ჯარიმები გაზარდეთ 1000 და 10 ჯერ და 15 ჯერ და 20 ჯერ. და დაუბრუნდით ზუსტად იგივე რეპრესიულ კანონებს, რომელიც იყო ამ ქვეყანაში 1 ოქტომბერში. ხარ თუ არა მზად პირადად შენ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმაზე და შენმა გუნდმა დაუჭიროს მხარი ამნისტიის პროექტს, სადაც ადამიანები, რომლებიც დეკემბრის მოვლენების შემდგომ დაეკავეთ, გამოუშვათ და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაადეთ 5000 ლარიანი ჯარიმები მოუხსნათ ამნისტიის კანონის შედეგად. გასაგებია თქვენი კითხვა და სავარაუდოდ ეს კითხვები იყო პრემიერ-მინისტრთან, როგორც მე ხვდები, ხომ ბატონ ლევან? ამ ადამიანის მიმართ რა თქმა უნდა. ბატონ, ნუ შეკითხვები ამინისტია და ჯარიმების დაწევა. მინიმალური ხელფასი და ჯარიმები. შევეხები იმ საკითხს, რომელიც შედარებით მეტად ეხება ამ თემას და პენსიებთან დაკავშირებით. კი ბატონო. შევატრიალებდი კითხვას. ერთი თუ იცის ბატონმა ლევანმა, რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი? რამდენი ჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას? ას შევატრიალებდი კითხვას და მე მემზად ვარ, რომ ჩემი პასუხი დავაბრუნო. კი ბატონო, თქვენ გაქვთ რეპლიკის უფლება თუ გსურთ. რა თანხა ჭირდება პენსიის გასდას 200 ბიუჯეტი იყო 28 მილიარდი. ახალი დაგეგმილი აქვს 30 თვითონ თქვენს, ეს მათი სიტყვები იყო, რომ 8 მილიარდით არის ბიუჯეტი გაზრდილი. იმისთვის რომ 200 ლარით ამ ქვეყანაში პენსია გაიზარდოს, ამისთვის არის წელიწადში 2 მილიარდი ლარი საჭირო. მას შემდგომ რაც 26 წლის ბიუჯეტში 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. შესაძლებელია გამოიძებნოს 2 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ 880,000 პენსიონერს პენსია გაეზარდოს 200 ლარით. რაც შეეხება, მე გეტყვით, დას მოვაკლებდი პირველი. სუს მოვაკლებდი და პოლიტიკურ პოლიციას მოვაკლებდი. შენ მანქანას გაუყიდდი, თქვენს მანქანას გაუყიდით, კი ბატონო, აი თქვენ ადგილას მანქანას გაუყიდდი. პოლიტიკური პოლიციის დაფინანსებას აი ეს მაგას ნიშნავს. პოლიტიკურ პოლიციას მოვაკლებდი. შევამცირებდი ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომ აი ესეთი დანახარჯები
თქვენ ხელფასებს შევამცირებდი. ბატონო გურამ. ეს ხელფას მოაკლდა პოლიტიკური პოლიციის ხელფას მოაკლებდი, რა თქმა უნდა. აი ამათ დავიწყებდი. პენსიების გასდას. თუ გნებავთ შემდგომში, თუ მექნება საშუალება, იმიტომ რომ თქვენი ფორმატი ხო ამას არ ითვალისწინებთ. თუ გნებავთ შემდგომში, რას მოაკლებდა, ხო? რო ავიღოთ მთელი სუსის ბიუჯეტი და სოში უამრავი ადამიანია დასაქმებული და ხელფასები გაიცემა. ძირითადი ხელფასები 3 მილიარდ 420 მილიონია ხელფასები საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, არის ძალოვანი სტრუქტურები, ხო? არის თავდაცვის სფერო, ხო? რას მოაკლებდა, ხო? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასი მოაკლოთ, პოლიციელები შევამციროთ და ხელფასები მოაკლოთ, თუ იგივე სუსი შევამციროთ და ხელფასები მოაკლოთ, ხო? თქვენ იცით, რომ უსაფრთხოება საქართველოს არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული. მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით. და ეს სუსი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ხო? სულ ყველაფერიც რო გავაუქმო. შეიძლება მაინც არ იყოს პენსიების გასდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი. არა დემაგოგიურად უნდა გვიპასუხონ, არამედ კონკრეტულად. რომელ სფეროს მოაკლებდნენ განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34% მესამედზე მეტი ბიუჯეტის ხმარდება სოციალურს, ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს მოაკლებდნენ, განათლებას მოაკლებდნენ, კულტურას, სპორტს და რას მოაკლებდნენ. პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად შეგვიძლია თემა დახრულად ჩავთავაზოთ. და რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც იყო ჯარიმებთან დაკავშირებით, მაღალ ჯარიმებთან დაკავშირებით. არა, საუბარი იყო ადმინისტრაციულ ჯარიმებზე. ხო, ეს ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთ-ერთ რამეს, ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას. ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, რაზეც ხშირად გვისაუბრია, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იმედია მიიღეთ პასუხი. ახლა რეპლიკა არის, ახლა დემაგოგიური არის თვითონ ამ ადამიანების ხო, მანქანასთან დაკავშირებით. მანქანასთან დაკავშირებით. საუბარი არ არის მანქანაზე, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ყავს თავისი ავტომობილი, ეს არის აუდის მარკის ავტომობილი, რომელიც არ ღირს ნამდვილად მილიონ ლარზე მეტი. კიდევ ერთხელ საუბარია მანქანაზე, რომელიც შესყიდული იქნა 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას. კონკრეტულ შემთხვევებში უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით გამოიყენება კონკრეტულ შემთხვევებში ეს ავტომობილი რეალურად ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. იქაც უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი თავის დროზე 2023 წელს. ამიტომ ერთ ყულს, მეორე ყულს ნუ დაამატებთ, ეს არ გეკადრებათ, ხო? ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანი ასეთი ფორმატის დებატებზე უნდა იყოს. დიდი მადლობა, მაინც იმედი მაქვს, რომ ბატონი კობახიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ეს არ არის მისი მანქანა, ეს მისი მანქანა. ის ადგილდება მანქანა. თქვენ ხوار გადაადგილდებით მანქანიდან, ბაღის თანამშრომლები ხوار გადაადგილდებიან, ამ პენსიონერები ხوار გადაადგილდებიან. ეს ადამიანი გადაადგილდება. ეს ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მატყუარი, გინდა ჩამოგითვალოთ თქვენი ტყუილები. კორექტულად. გინდა ჩამოგითვალოთ, ბატონო ირაკლი, არა, არ არის პრობლემა, მესმის, მაგრამ გინდა ჩამოგითვალოთ. როდის იტყვებოდით, როდესაც ამბობდით, რომ ჩვენი გუნდის წევრებს ფული რო დაუდო, ხელს არ აიღებენო. მაშინ იტყვებოდით. 2017 წელს თუ გამოდიოდით და ამბობდით, რომ მთლიანი შედაპროდუქტი 10000 დოლარით გაიზარდაო და 2025 წელსაც რო გამოდიხარ და იძახი მთლიანი შედაპროდუქტი 10000 დოლარი არისო, მაშინ იტყვებოდით. როდის იტყვებოდით, როდესაც ვარკეთილის მეტრო არ დაუმთავრებია თქვენ გულ წლების განმავლობაშია და 28 წელს რო მოქალაქეებს ჩემპიონთა ლიგის ჩატარებას პირდებით. როდის იტყვებით, არც ერთი ნაცი მთავრობაშიო და ნაცებით გააუხსეთ პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. როდის არ იტყვებოდით? და ეხაც იტყვებით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის თქვენი სავიზიტო ბარათი ეს არის და ის რომ თქვენ შეგიძლიათ ის რომ თქვენი ჩინოვნიკებისათვის სულ არსებობს ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული. სულ არსებობს ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული. მაგრამ პენსიონერის გასაზრდელი ფული არასდროს არ არსებობს. კიდე დაგიწეროთ. ბატონო, ძალიან გავცდით ინფორმაციას. ძალიან ბატონ გურამ, ჩვენ დროს, გახარიას დროს პენსია მიება. ბატონ გურამ, ძალიან და იცი რას მიება? რამდენით გაიზარდა? ბატონ გურამ, ძალიან ინდექსაცია მოხდა პირველი მოხდა. მოხდა ინდექსაცია პირველად, მაშინ მოხდა ინდექსაცია. ბატონ გურამ, ძალიან გთხოვთ. შეხება ჩემს განცხადებას ფულის აღებასთან დაკავშირებით, მაშინ ხაზგასმით აღნიშნავდი და შეგიძლიათ ამოიღოთ შესაბამისი კადრები, რომ საუბრობდი საპარლამენტო გუნდზე. ვიზეთ საუბრობდი, დღესაც შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვინმეზე იყო თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები. საპარლამენტო გუნდზე იყო საუბარი 2018 წელს, თუ არ ვწდები. საპარლამენტო გუნდის არც ერთ ლიდერთან დაკავშირებით, არასდროს ფულთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა. რაც ვთქვი,
იმაზე დღესაც ვაგებ პასუხს და რასაც ვამბობდი მაშინ საპარლამენტო გუნდზე, დღეს იგივე შემიძლია ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით უკვე სამთავრობო გუნდზე. თქვით, რომლის ათეულში იყო მაგალითად ადეიშვილის მოადგილე, ბატონი აღარ მახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ადეიშვილის მოადგილის მოადგილე ქალბატონი მეზურიშვილი. ეს 12 ნაცი შევქჩა პარლამენტში, თუმცა როგორღაც წავიდან თავყოლაფერს. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა. თქვენ უკვე ძალიან ბევრჯერ დაარღვიეთ, ძალიან ბევრჯერ დაარღვიეთ. ძალიან ბევრჯერ დაარღვიეთ ბატონ ლევან. აგაძლევთ სიტყვას მიკროფონი გათიშულია ბატონ ლევან. ბატონ ლევან მიკროფონი. ბატონო ლევან კორექტულად თუ შეიძლება მიკროფონი გათიშულია და არის მის პირველ რიგში ნათია მეზრიშვილმა დაიჭირა მერაბიშვილი, რომელზეც ბერძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მაგარი კაცი არის. მეორე, თქვენ ყავთ განათლების მინისტრი, რომელიც 2006 წელს იყო ციხეების უფროსი და პატიმრების ბუნტის დროს პატიმრები დაახოცია სპეცნაზს. მესამე, ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებას არ უნდა პენსიის მომატება 200 ლარით და არ უნდა საქართველოში ადამიანებს ჰქონდეთ საათში მინიმუმ 6 ლარი შემოსავალი. მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია მაგალითად ბიძინა ივანიშვილს აპატიოს 850 მილიონის DGG და არ გადაახტევინოს ბიუჯეტში. მე ვსაუბრობდი, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო ლაპარაკი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, პროდუქტებზე ფასები გაძვირდა. და ბოლოს ვეტყვი, რომ ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ კვერცხის პასთან გამარცხებული ივანიშვილის მომსახურე პერსონალი.